მოგესალმებით. ეხლა ჩვენ ვიყოფებით ქალაქ ბათუმში და საკმაოდ საინტერესო ესეთი ისტორია შეგვემთხვა, მოკლედ რომ ვთქვათ, მოგმართა საუდის არაბეთის მოქალაქემ, რომელმაც აქ ორი ბინა შეიძინა. ეს არის ალიანს სიტის შენობა, ჩემს უკან დგას, რომელიც 24 წელს უნდა დამთავრებულიყო. კაპონი და ჩვეულებრივად ნასყიდობის ხელშეკრულება ამ კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის, რომელსაც ჯამური ღირებულება $317,000 უნდა გადაეხადა და გადაიხადა წინსწრებით $102,000. მოხდა ისე, რომ პიროვნებამ შეიტყო აღნიშნული კომპანიის მიერ მიმდინარეობდა უხარისხო სამშენებლო სამუშაოები, რისი მაგალითიც იყო რამოდენიმე წლის უკან იგივე კომპანიის მიერ აშენებული ერთ-ერთი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა კომპანია ალიანს პალასის მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში გუშინ მოხდა, ჩამოინგრა მესამე სართულის იატაკი და 5 ადამიანი დაშავდა. აქედან 2 ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება. და შესაბამისად პიროვნება ითხოვდა, რომ მომხდარიყო მის მიერ შეძენილი ქონების საექსპერტო ბიუროს მიერ გადამოწმება და სამშენებლო ხარისხის შემოწმება. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ კომპანიამ ვარი განუცხადა აღნიშნული პროცედურის ჩატარებაზე, რაც საკმაოდ საინტერესო, ჩვენთვის ახლა გასაკვირი არაფერი არ არის საქართველოში იმყოფებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ უძრავი ქონების შესყიდვით საქართველოში, კერძოდ ბათუმში და ცდილობენ როგორმე მოერგონ აქ არსებულ პირობებს. მაგრამ იკვეთება ის გარემოება, რომ ესე იგი კლიენტის მიერ დაინტერესება ხდება თუ არა ხარისხთან მიმართებაში, სამშენებლო კომპანია ეგრევე წყვეტს მასთან ურთიერთობას და გადადის იურიდიულ ესეთ ფორმატში, დავის ფორმატში, რომელიც შემდგომ უკვე სასამართლოებით გრძელდება. აი ეს მოკლე ისტორია მინდოდა მომეყოლა თქვენთვის და დანარჩენი უკვე თქვენ თვითონ განსაჯეთ რა ხდება. ჩვენ ახლა მიმართავთ უკვე შესაბამის სამართლებრივ ფორმებს და შევეცდებით ამ ადამიანის მიერ გადახდილი თანხის უკან ამოღებას, რადგან როგორც თვითონ აღნიშნავს, მას სურვილი აღარ გააჩნია ამ სამშენებლო ობიექტზე ფართი შეიძინოს.